მე-10 საუკუნის უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრი, რომელიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ტაო-კლარჯეთში ქართველი ტურისტები ყოველ წელს ჩადიან და მათ ადგილზე ყოველთვის გაუარესებული მდგომარეობა ხვდებათ. უფრო მეტი ბზარი, ჩამოშლილი გუმბათი და კომპლექსის ტერიტორიაზე აშენებული საცხოვრებელი სახლები. სხვა ამბები ისტორიული ტაოდან ოშკის უნიკალური კომპლექსის დღევანდელი მდგომარეობა მარიამ შენგელიამ პირველად ნახა. მართალია ეს ჩემი პირველი ვიზიტია ტაო-კლარჯეთში და მე საკუთარი თვალით ნახე ოშკის ტაძარი და მისი მდგომარეობა. მინდა გითხრათ, რომ ფოტოებსა და ვიდეო კადრებში კარგად არ ჩანს, როგორაა დაზიანებული ეს ტაძარი. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ყოველი ზამთარი საგანგაშო მდგომარეობაში აგდებს ტაძარს და ყოველწლიურად იქ უფრო და უფრო მეტი ბზარი ჩდება. ჩვენ შევხვდნენ ქართველი ტურისტები, რომლებიც აქ ოშკის ტაძრის დასათვალიერებლად იყვნენ ჩამოსულები და როგორც ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა ის, რომ ტაძარი დღეს ისევ დგას, მხოლოდ და მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ ის ღმერთს საკუთარი ხელებით უჭირავს. ოშკის ტაძარს უკვე 11 საუკუნეა აწვიმს. გალობის ნაცვლად მის კედლებში უკვე წლებია მხოლოდ მოლას ხმა ისმის. აი ეს სფეროში სისველი კიდევ უფრო გაზრდილია და აი ერთ რაღაცას ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ აი ეგერ ჰაერი მოჩანს. ეს ჰაერი არ მოჩანდა აქამდე, ანუ ქვებს შორის კავშირი გახსნილია და უკვე წარმოიქმნება სიცარიელები. ტაძარში ჩასულ ექსპედიციის წევრებს კიდევ უფრო გაბზარული კედლები, დაზიანებული გუმბათი და გადაშლილი ფრესკები დახვდათ. ეს ოშკის ახლანდელი რეალობაა. დრო ამ ტაძრის წინააღმდეგ მუშაობს, ეს ჩანს ყოველ წელიწადს. აი ეხლა უკვე ცხადია, რომ გუმბათის სფეროში სისველის ლაქა უფრო გაზრდილია. გარდა ამისა, თვითონ გუმბათზეც კრამიტი კიდევ უფრო ჩამორეცხილია და მე მომეჩვენა, რომ უფრო მეტი არის ჩამტვრეული. სოფელ ჩემლიამათში ადანესე მესამე კურაპალატის შვილების აშენებული ტაძრის გუმბათს მუზარადის ფორმა აქვს და ის მოჭიქული კრამიტითაა ნაშენი. უნიკალური გუმბათის შეკეთება არასდროს მომხდარა და ის უკვე 11 საუკუნეა დგას. მისი ჩამოშლით განადგურდება ფრესკები, წარწერები და მონასტერი, რომელსაც ოსტატის ხელი მისი აშენების შემდეგ არ შეხებია. არ გვაპატიებს ჩვენ შთამომავლობა და ის ჩვენი მოსწავლეები არ გვაპატიებენ არც ერთ ჩვენგანს ეს ტაძარი თუ ჩამოიქცევა. და აქ რომ მომყავდა ის ცრემლს ვერ ვიკავებ, გულწრფელად გელაპარაკებით, აქ რომ მომყავდა ბავშვები, ვეუბნებოდი რომ განცდა გექნებათ. მე ვთქვა რომ აი ეს ყველაფერი ღმერთს უჭირავს საკუთარი ხელებით და დგას და ელოდება სხვა ხელს და სხვა მარჯვენას, რომელიც ჩვენი ტაძრების კედლებზეა სულ გამოსახული, რომ უპატრონოს და აღადგინოს. კომპანია გუთხრეველი ტაო-კლარჯეთის ტურის ფარგლებში მსურველებს ოშკის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერებასაც სთავაზობს. ბოლო პერიოდში დანგრევის პირას მყოფ ტაძარს კიდევ უფრო მეტი ქართველი სტუმრობს. აღფრთოვანებული ვარ აქ ამოსვლით და ამ ტაძრის ხილვით ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ემოცია როგორღაც გადავცე ჩვენ ტურისტებს, ჩვენ მოსახლეობას, რომ თვითონაც შეიგრძნო და განიცადონ ის, რასაც მე განვიცდი აქ დღევანდელ დღეს. სამონასტრო კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე ახლა საცხოვრებელი სახლებია გაშენებული. ეს სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო სატრაპეზო, თუმცა ახლა აქ მხოლოდ ცარიელი კედლებია შემორჩენილი. სახლებად ქცეული სამონასტრო კომპლექსის ნაწილებზე თანამედროვე არქიტექტურაა დაშენებული, თუმცა პირვანდელი სახითაა შემორჩენილი სემინარია. ზუსტად აი ეს არის იმ ნაგებობების კვალი შემორჩენილი, მინდა გითხრათ, რომ აი ეს არის სემინარიის ნაგებობა შემორჩენილი. დღესდღეობით აი ამ დღეში შემორჩენილი. ოშკის რესტავრაცია როდის დაიწყება, ამ დრომდე უცნობია. მონასტერი კი მლოცველებს ელოდება, სანამ მის კედელზე კიდევ ერთი საქართველოდან ჩატანილი ანთებული სანთელი ჩაიწვება.
როგორც სიუჟეტიდან ნახეთ, ტაძრის მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა და თუ მისი რეაბილიტაცია დროულად არ მოხდება, შესაძლოა ამ ადგილას ამოსულ ქართველ ტურისტებს მალე მხოლოდ ნანგრევები დახვდეთ. ეს მარიამ შენგელია იყო, სხვა ამბები კი ეთერში რეკლამის შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დაბრუნდება.